დუესტის სოროქზე უნდა დაუჭირო, ეხლა უნდა გავაჩუმო ეგ და ეხლა სპეციალურად მიმყავს რომ ნახოს რომ ბენზინით დავდივარ. Sag mir James. I'm the best from the south. I done ran my მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ისევ და ისევ წეროვნის ავტობანიდან და ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეო გადავიღეთ აქედან და რა გვინდა წეროვანში. თავისთავად მანქანები უნდა გავტესტოთ. ჩვენი ოჯახის ორი მანქანა გაიტესტება დღეს გორელების აი ამ შესანიშნავ კრაუნთან. კრაუნი ქვია, ხო? კრაუნია, ხო? კრაუნთან დავაჭერთ. G45 1500 ხენიანი ტურბო უყენიათ, რაც ჩვენ 340 აყენია და 2 და 2 ბარს ბერავენ. 100-200 რამდენში დარიან ჯერჯერობით არ ვიცით. და დღეს ჩამოვედით ABP-ს სუპრათი და ჩამოვედით ჩვენი ძმაკაცი Nugos 340, 340 და სუპრა ჩვენ გადაღებული გვაქვს. ჩვენი YouTube არხზე დევ შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ და მოკლედ გეტყვით რა დღეს გელოდებათ მაგარი გაზები, როგორც დაგვერდით, როგორც გინდოდათ, ჩვენ ისევ წეროვანში ვართ და ძალიან მაგარ გაზებს შემოგთავაზებთ. არ გადაახვიოთ, მანამდე დაწერეთ კომენტარი, გადააზიარეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა. წავედით ახლა. I'm the best from the south. I done ran my F with a cost, and you boys better be up. Slim run the route, too clutch, try to hang, but the game too much. What you G45 1500-ია ტურბო, რაც ჩვენ გვიყენია 340-ზე. და ბარაზრავია, ხო ეს ბარა? 4 და 0, ხო? ბარა 4 და 0, რა G45 1500. ძრავი კოვანია ეხა, ხო, თავიდან ბოლომდე. გასპედლების გარეშე ყველაფერი ალაგებს. ხო. და დღეს მდგომარეობით ერთადერთი პრობლემა არის კოლოფი, როგორც ვიცი, ხო, კოლოფი ბუქსავს. ჰაერის გაგრინდებათ ცოტა გუჩის. ეს ჰაერზე ყავთ, ხო? ეს აი მიშვილის უჩი. ეგეთიც ეყენა. ოღონდ სტოკ ძრავს. ჩვენთანაც სტოკი ძრავი. აბიომი აქვს დიდი ლიტრაჟი, 4 და 0-ია. სოროქზეც იგივე გვიყენია ჩვენ იმას რო უყენია ტურბო პროსო იმას 4 და 0 რო აქვს 4500-ზე გადის ბუზზე, ჩვენი გადის 700-6000. მაგრამ ცოტა სატრიალებენ თან 6500 სატრიალებს ეს და ჩვენ ვატრიალებთ 800. ეხლა გავდივართ პირველი სოროკით ვაჭერთ კრაუნთან და სოროკით დავაჭერთ და მე დავაჭერთ ჩენჯდები? სუპრათი. სოროქზე ხო? სუპრაზე? სუპრაზე არ ვიცი, ნახოთ. სულ თეთრები და შავები, ხო იცი? თეთრები ჩემია, შავები ჩემია. სოროქზე տեսდება და სუპრაზე. სოროკი ხო ახოთ. ნუგო ჩემთან ერთად იქნება დღეს. ხო ნუგო? გადაიღებს ოსმალებს. არა, ეს არ გადაიღე. ვერ ეს ბარტხალებს და მანქანა. ეს რა კარგად მე იცი რა საკეთებ? მიდი მოდი მაღალი, ამას ვიძახ მარტო სხვა წდა. თუ მიდის ოღონდ მაღალში. თუ არ მიდის არაფერს არ მოპაპში. ვარ შეუძლია. კაი, კითხოთ ბიჭებს. ბიჭებო, თქვენ კაცით ხართ, ხო? კაი, всё, ჩვენც კაცით და გავედით რა, ოსმო ვისა აქვს, ტელეფონი ვისა აქვს. Короче, მესამეში მოჭიმავ. მე დელოდები სამჯერ დაასინგლე და დააჭერა. ფესო უჯიკე. აბა ღმერთი ჩემს კეთე. მარა ცოტა დავაჭირე. ძა კარგად მიდის ხო არ გადაო. კარგად წავიდა ბიჭო 4-6 ბევრია. მაგრამ ეხა აწყობილები ვართ, ორი კაცი ვზივართ, 80 კილო შენ ხარ 70 მე ვარ. ხო. რა ხმებია აქ? შეგვაშინა ხო? შეგვაშინა. რა კარგად მოაფაგუნა გარეგე იწინა. მორალური დარტყმა. აი ხმები ეგა, აი გასწორებს რა სინგლი. გეითები სტოკი ტურბოს. მაინც თუ უსადებს ლუკა.
რაციაში დაითვლის პასაჟირი თქო. აი, მე დავუწვი, რა პრობლემაა? თუ გინდათ, რავი, ჩვენ დავითვლით რაციაში. მე უფრო უკეთესია გავიგებთ ერთმანეთის ხმას. დავა 1 2 3 ვერ მოეჭიდა. წამოვიდა. ვერ მოეჭიდა. არითვლია, თუ რა ხდება? არითვლია. რას არითვლიან და მოდიან. მეწევა, ბიჭო. 270. მაგარი ზაესდი იყო. 280 წავედი. მოდიოდა, ძმა. მაგარი ბაეო ზაესდი იყო. საღოლ ბიჭო, პროსტო თქვენი დათვლა აღარ ისმის თქვენ მანქანაზე რაღაცა რო ირთვება ანტილაგი თუ რაღაც რა. მე რაცია შიშინებს რა და ხმის იმით ვაჭერ რო იცოდეთ რა. ხო და ჩვენსაში თუ ისმის მე დავიცვლი რა. ნაღდა ადრე არ დაგვიწერია რა. კარეთკა ძალიან დამიბუცავდა უკვე. კი, ეხა კარგად დავაჭირეთ მე მგონი რა, ორივემ და საკაიფო ზაესდი იყო ძმაო. მაღალს მაგრამ მოდიხარ ისე. ცოტა არასტაბილურად დადის ჩემი მანქანა, ან გზის საფარი ზღვრალია, ან რაზალი, რაღაცა ქნა და იმედია კიდე შემდეგი ზაესდი უკეთესი იქნება. ნახოთ უეჭველი გავიმეოროთ. აი ესეთი ზაესდი გაიყო. ეხა 280 წავედით რა, ჩემთან 280 ეწერა. მეჩქარეთ არ ვაგვერდები ხოლმე სადამდეც შეკაჩავი იმდეზვაჭე რა რომ სანამ ბოლომდე შევშინდები. ბაზარი არა, მე დავაკვირდი 270 ვთქვი და კაკრას იქედან ერთ წამნახევარში უკვე ორივემ გავუშვით რა. კაი ზაესდი იყო? ამეიღე ხო ბოლო ენა მოდისო. ჩუმად რო ხარ თქვი ხოლმე რაღაცა. ხო და მოდის. შენ რო დაიძახე მოდისო მე წნევას ავწევ ძმა. ეგრევე ხო? მეორე ფეხს ჩაუყრი გას. კაი ზაესდი იყო რა სწორებს. აი ესე რო ჭიდაო ზაესდი მაგრა სწორებს. просто ეხა უყურე პრობლემა რა ისაო განაწამყვანი და იასნია ბუქსაობს. ჩვენ კვადროს ხარჯზე კიდე საკაიფოდ ვისტარტებით რა, მივდივართ და აი იმ დაკარგულის ამოღებას ცდილობს და თან მაღალშიც მოდის რა სავარაუდოდ მაღალი ჩვენზე კაი აქვს. არა მოდის. ხო, მოდის რა ეთყობა ეხლა 1500-იანი ტურბო უყენია და მაღალი ექნება რო დაიწყო უკვე დაწევა, მერე უკვე აუშვით რა, მალევე აუშვით გას. ხო, ნუ მერე თვითონაც გაუშვა და მაგ 275-ზე რო შევხედე სპიდომეც უკვე სადღაც 280 იყო რომ გაუშვა გაზი და ხმაზე ხო გძნობ რა მესმის და მეც დავანებეთ რაღაც ყულაწასვლას რა აზრი ქონა. კარგად ვიდექით რა, უკანა კრილოსთან პაჭდი იდგა ხო? მე ვერ ვხედავდი რა. ცხვირი ქონდა უკანა კრილოსთან. კაი ზაესდი იყო, აი ძალიან კაი. კარგად დავისტარტეთ, კარგადაც წავედით და კარგადაც დავამთავრეთ რა, საკაიფოდ. ეგრო კვადრო იყოს. მე უფრო მეტი წნევის ჩაბერვა შეძლებენ ბიჭები და უფრო მეტად კიდე უკეთესად ივლის რა. კაი ზაესდი იყო, ამ ზაესზე ჩემო ძმაო ჩვენ 100-200 გქონდა 4-7, 4-7 სტაბილურად დადის, ანუ და 200-250 გქონდა 4-1 და იდეაში 3-6, 3-7 აქ ამანქანას 200-250. სავარაუდოდ პრობლემა რა იცი, ჩვენ რო გზის გათავისუფლებას ველოდებით, ბოლომდე რო გათავისუფლდეს რო უსაფრთხო იყოს ყველაფერი რა. მაშინ ხო დგავართ და იატი, ანუ ინტექის ტემპერატურა გვიცხელდება და მე ვფიქრობ, რომ ეგაა, რომ კაი დროებს ვერ ვწერთ და უფრო კაი ჯანიანად ვერ დავდივართ რა. უფრო მაგას ვფიქრობ რა. წამო. მზად რო იქნები ხელით მანიშნე. 1 2 3 აკანაცი ვერ გავაბედა. არა გაჩ. არა გავაჩერო. არა გაჩ. ჩემო მეც ვერ გავრისკავ
გავიდა საერთოდ. კაროჩე ამ დათვლაში გვაქვს მაგარი ვცდებით ერთმანეთს რა. ეხლა გვიან წამოვედი და მე მგონი ჯობია ხელით მე თვითონ დავთვალო შუშა ჩამოვწიო რა. მოდი ვაფშე წავიდეთ წეროვნის მხარეს ეხლა ბიჭებო რა და წეროვანზე ერთი ჩავიაროთ, ამოვიაროთ რავი და მე მგონი ეგა არა საცვავის მაგდენი აღარც მაგ მე უნდა ჩავამატო. გამალეილევა საწურში. წერა ნახევარზე. სპირტს ბევრს წვავს. ანუ სპირტს რომ მეტს წვავს, ანუ მეტს ვაფიქრებს. მეტ ფაერს შესაბამისად და მაგიტოა სპირტზე რომ მეტი ბუსტის ჩაბერვა შეიძლება, ან მეტი ჯანის მიღება მეგობრებო. Wanna go home in the playoffs. You wanna go home in the playoffs. You wanna go home in the playoffs. You wanna go home, it's the playoffs. ჩვენი მანქანას დადის სუდად და რატო გეტყვი? 100 200 აქ 4-7. არა, მაგას არ აქვს. აბა იქეთ აქე? აი, რაღაცა საგიათეს და ვაფშე ცოტა მეშინია. 100 200 რამდენი დადიქა? 4 ნახევარზე ნაკლები ვერ ხო, დავაცალე. 4 2-ში 4 3-ში დადის ეს მანქანა კაცით და ეხა 4 7-ებს დადის და 200 250 სულ 3 6 3 7 და 4 1 4 2 ნოლოს წერს ყველაზე ეს. მე მგონი რომ ვდგავართ ცხელდები რა. შეიძლება კი. ეხლა მე 100 200 ინდონეზი არა მაქნა ტესტი ბევრი რა. ხო, ბუქსაობს ისედაც და მაკონი. მაგრამ მაღალს მოდის. იმ დანაკარგს იღებს რა, იმ 100 სტარტიდან. კარობკამაც ძალიან მეშვიდაში უკვე კარობკა ეჭიდება. ხო. და მაგ დროს ამოვედი, რომ ხო. მოგეწე. მაგრამ მოდის, კი. კაი. ერთი წადოთ და თუ კიდე ძალიან ეგეთი რაღაცები შევატყე, დაუშვებ და წავიდეთ. ოკეი, ბაზარი არაა. თავარია უსაფრთხოდ იყოს ყველაფერი რა. წავედით, წამოდი. დაითვალე. 1 2 3 მაგრამ მოდის. 270. 280 წავედით კიდე. ერთი ცოტა მეტი ვერ წამოხვალ ზემოთ კიდე? ძალიან ის არის რა, ანუ ძალიან არასტაბილური გახდა მანქანა რაღაცა ირია რა ძალში ალბათ და მე მგონი რომ გავჩერდე მირჩევნია. Просто ერთი დავაჭიროთ, ოღონდ თქვენ დაითვალეთ რა. ანუ ვერ ვემთხვევი დაჭერა. ხმის იმით მოყვები შენ ძმობას ვიცავად. წამომეწიე მაგარი თავისუფალი გზაა რა, მანქანებს არ გაუშვებ. 1 2 3 ვერ წამოვა. შეიძლება რომ გაიგებია რა, ალბათ ერთი დაჭერა გადამორჩება. აკარობკა მომირჩებაო ერთი დაჭერაცო და ალბათ გამომელია მე მგონი უკვე. რა არისო? კარობკა გამომელია უკვე. ერთი დაჭერაცო და დავქრათ, დავიშალოთ, აღარ დავაჭიროთ? აი, ვაფშე სხვაგან შენიაზე ვარ, აღარ გადის, ძალიან დაფუძნავდა რა. მე მგონი ადრე აღარ აქვს. დღეს მე მოვჩები რა. Всё, окей, guys, მოვავიდეთ მაშინ ბიჭებთან ზემოთ. კაროჩე, ეხლა რომ მიმოთ, რავი, ბიჭების აზრის მოვისმინოთ. შემდეგი ოპონენტი რა ვიყავს. შემდეგი ნაღვე თუ რამე გამოჩნდება, ეხლა გადავეგავ და ის. ვაფშე სუფრახო არ დავუყენოთ ამას. წავიდეთ ეხლა და ერთად გავარკვიოთ თუ ვის დაუჭერთ. ბევრი ვერაფერი. 42. თითქმის ერთნაირად დავდივართ. ბოლომდე? ხო. 300 ვერ წავედით, 280 წავედით, მაგრამ რომნად დავდივართ რა. როგორ აიცი? თუ დავემთხვეთ და კარგად დავაჭირეთ, ხوازე ხარ. ჭიდაოთ რა, გადის, მაღალში მოდის. კვადროს ხარზე 1.12-ს გადავხვდები და აი 150-ის მერე მოდის და გაკრას მერე მე მგონი კოლოფის გამო ჩერდება, ხო? მე-6-ეს აძლევს და ჩერდება, მერე მე ვიწყებ გასვლას და აი კაროჩე ესე ვამთავრებთ, ერთ ზაეს და მეორე ზაესდი
მე ვერ ვასწრებ დაჭერას და ეგრე 2 მეტრით წინ მიდის, ნუ ეს ბუქსაუზა, მე ვიღებ მაგ მონაკვეთს, გავდივარ, მე ისე მაღალში მოდის რა და კაროჩე 270-ზე ორჯერ დავაჭირეთ რა და ორივე საიზი იყო რომლის. არც ამას მოუგი, არც მომიგი. ხო. კაროჩე, პრობლემა აქვს ამის მანქანას რა. მოაგვარებენ, მე გავამეორთ, იმიტომ რომ მანქანა არ დადის, მანქანასაც პრობლემა. 4 შვიჩი დადის 100-200 და 200 250 4-იანიდან ძლივს გამოვიყვანე 3-9. ეხა წავალ და ლოცავი. აგერ მოიცა განახო ძმა, აი. შენ მაინც ხო 3-6-ში დადის შეჩემ. 4-8 4-7 4-7 და 200-250 ნახე, ძლივს გამოვიყვანე ერთი ბიჭოსა და 3 ეს 100-200 200-250. აი 3-9 დანარჩენი ნახე. ეს ჩემი მანქანის არა, ესენია და ეს რა, ეს დაწერა აქ წეროვანში. ანუ ამ დროებში არ უნდა დადიოდეს. ან სპირტი აკლია, ან პრობლემა შეიძლება რა იყოს, იცი, რომ ვდგავართ გზას ველოდებით, ცხელდები რა და სავარაუდოდ მე ზაჯიგანიებს აყოლებს რა. მაგარი საეზდი იყო. ესენი აქ მოვიდნენ ეხა. ძალიან ისეთი რომ ხო, აი იქეთ რო დავაჭირეთ, ხო, 280-ი წავედით უეჭველი ვიცი, აი რომნი საეზდი და ხო. რომნი საეზდი იყო. მე ერთი კორპუსი უყურე კრილოსთან რომ მანქანა მიდგას და კრილოსთან რო ვდგავარ, მე მაგზაეს გასწრებას არ ვეძ. მანქანა შვაში უნდა დადგეს, ძმა. თუ მანქანა შვაში არ ჩაეტია, რომნი. მეც მაგას კარებთან ვიდექი, კრილოსთან ვიდექი. არა, ლებაზე მაგას ქვია რომნი. ხო. პროსტა მაგარის მაგრა გავერთი, პროსტო ხმები აქ გრავიჩე, ვიდექი. ანუ ვაფშე მაგის გამო ვერ ვაჭერ რა, ანუ ამის თქვენ რაციაში რომ მეუნებით, ანტილაგი რო ჩაერთვება და გეითი გახსნის, ვაფშე აღარაფერი აღარ ისმის. ხო. ეგეც ასე თუ ისე რა. ხო. გარეთ რა შიგნით წარმომიდგენია რა იქნება. სუპრით ვეღარ დავაჭერთ. აზრი არა. მეც კარობკა, აი ეხა ბოლოზაეზე ვაფშე სუდა ბუქსავა, გადაბუქსავა. მე შუდეშიც უკვე თითქოს ვეღარ იყო და შევეში გადავა. ხო, არა აზრი არა. ან რასაკეთებს იცი, პრობლემაა. ტემპერატურა მე-6-ში რო ბუქსაობით მიდის მე-6-ე. ტემპერატურა მომენტალურად გარბის მაღლა რა, ესეა კარობკის. კარობკის და ავარიულში წაიღებს, მე ბუსში და რაღაცას შეზღუდავს ხო რა ცხენს. ბიჭები მაინც ვეღარ დააჭერენ, ავტოსთან დასაჭერიო. მე რავი კოლოფი აღარ ვიცი რამდენია და აბეზალოკა ხო არა დღეს. მე ხა ვაფშე ვეღარ დააჭერე. ვეღარ დავაჭერ. აი, მოდი მაშინ რა. მე კარობკა უნდა მოვაგვარო. შენც რაღაცას მოაგვარებ, მეც რაღაცა მაქვს მოსაგვარებელი და კიდე დავაჭერ. შემოგიყვი. გაიმარჯვა მეგობრობა. გაიღარეთ. დავაჭიროთ? სუპრად. დავობეს. კი ნახე. ავტო. ჩემ სუპრაში რომელი მაპია კაი? სპირტი არ მაქვს ოღონდ. სპირტი არ მისხია და მაგით ვკითხულობ ბიჭო. კომპიუტერი უნდა ვნახო. აქ ბუთმოჩი ვერ ვნახავთ? მაგაზე რა გვიწერია ის სეკუტეკი? იმას მაპერტი სტოკია უეჭველი ვიცი, მაპორი რა? ნაპოლის იქნება ბენზინი და მაპ 3 იქნება სპირტი. 3 მაპი. 4 მაპი მაქვს. მეორე მაპი დაჭირა. ეწერება დააჭირ მანქანას გააქის რა. არა. კაი. MHD გააქვს, რამე გააქვს? ეკუტეკი. ეს მაგრამ აგენ ნასტროიკაზე გავხსენ და ვნახავ რა. ხო, просто ბენზინიას ხია, რომ ბენზინით დავაჭერ. გიგიას დაუჭიროს წამ. ამან არ იცის რა აპარატიდან უნდა დაჭიროს, არ იცის აპარატი. შედარა წეს. ჩემთან. სუპრას. რაც მე ხუთში ჩააგდე, ეგრევე დააჭირე. ემოც. გაგასელოდები ჩემი სუპრით ვაჭერ. მეორე მაპში გაქვს. ხო, მაგრამ ტრექშენი მაქვს ჩართული. ხა უნდა გამოვთოს. ხო. რაღაცებს ჩაასწორებული ხა ჩატერი. გაბერავე. არა, ბიჭო, ტრექშენის გამორთავს. ტრექშენი რა იცი, დრაგზე რო ვიდექი, რო არ ებუქსავა. ზღუდავდა. ახლა იქ სუსტები არიან, ძმა, რო იცოდე შენ დაგტოვებ და მე ავით გადავიგე. წამო, შენ მოდიხარ, ძმა. შენ იცი რატომ მოდიხარ? იმიტომ რომ ნახო, ძმა, იმიტომ რომ ნახო, ძმა, როგორ უნდა იაროს ნამდვილმა B58-მა. მე ჩემი მაგას გავუყოვი და გაგას. ეხა იცი რატომ მოდიხარ? რომ ნახო ბენზინზე რამდენში გავივლი, რომ მე შენთანაც დავაჭირო. მაგას გონია რომ სპირტი მისხია რა, მანქანაში მაგასთანაც უნდა დავაჭირო რა. თავის დვესტის სოროქზე უნდა დავუჭირო, ეხა უნდა გავაჩუმო ეგ და ეხა სპეციალურად მიმყავს რომ ნახოც რომ ბენზინით დავდივარ. უდის ბიჭო ბაღალში. გავიდა წინ მანქანა ყავს
უსტაყვევი ტრეილერი მანქანა. იტკო უთხარია მაგალითად. ამას ანამარ გავასწრება. მანამდე არ მოვისწოდებ ხო? გავაცხელოთ. ბიჭო 210-ის მერე ჩერდება ეს მანქანა. ვაფშე აღარ მიდის. ეხა ავტოს ლოგი გაუგზავნე და ვნახოთ. მე 6-ს რო ვაძლევ იმენა ჩერდება. გეყოფა იქამდე. დავედი. რა გინდა რო თქვა ეხლა შენ 2 ლიტრის მე გაზავებოდი წონის პონჩი ძმა? სოფში განვიდა. ვაფშე ნულია. ბიჭო. Короче, დღეს მაგარი რომლის დაიზდები გვაქვს რა. 200-მდე როგორც რო ვაჭერთ 200-მდე წინ მდგევარ, უკანა კრილოსთან დგას რა. და 205-210-ის მერე იატიადი 70 გრადუსს ცდება და ბუს დუდავს და მე კაგრას მიდის, მე 6-ში ვჩერდები და ანტიფრიზი მისხია იმაში რა ქვია, ტურბოს რადიატორში რა და გამოსასხმელია წყალია ჩასასხამი და აღარ შეზღუდავს. ისე ეგ რო არ ქნას საინტერესო იქნებოდა 300-მდე რა. ამასთან აღარ დავაჭერ, იმიტომ რომ ჩერდება მანქანა. აღარ უჭერი? ეხა ხო ხოძე იყავი, წამოდავაჭერ. კაი, მაშინ მაცადე წყალს ჩავასხა. აუ, წყალს. კაი, ბიჭო, ეხა შენ თუ მაგნამუსით გინდა რომ გამასწრო? მე ნამუსი არა მაქვს, წამოდი დავაჭირო. შენ მაგითო წაგიყვანე რომ შენი თვალით გენახა ყველაფერი. წამოდი დავაჭირო. წასვლის ხანს დავაჭიროთ. იგივე ემართებოდა დრაგზე. მათღაცა მაჩერებს ეთქ რომ ვიზახოდი გახსოვს ვეჭველი ეგია. 65 გრადუსის მერე. ო, იატი ზღუდავს ბუსტს რა. 65 გრადუსზე მაგ დაყენებული რომ ბუსტი დაბეროს 10 მგ-ისა ეს. ო, მაგრა ვჩერდები ეგრე. რაფერ ვჩერდები? ისი გეგონება ვიღაცამ გაზდამ ფეხი აიღო. თავს გარკვევინებ წორს. ო, რა წყალი ჩავასხა. აგრევე ზღუდავს რა და აზრი არ აქვს 65-ზე ვარ შეზღუდო 120-ზე გაიქცევა 2 წამში იმე. ო. იქიდან რო წამოვიდი მე 5-ს გაწუნდას ვერ მოვასწრებ რომ ენა 100. იცი რატო წამოვიდა? ჩვენ მე-3-დან ვაჭერდით და მე-6-ში ცხელი იყო და ჩვენ რომ მე-5-დან პირდაპირ დავაჭერეთ, მოასწრო გაგილა. ეხა თუ გინდა რა ვქნათ იცი? ფრიზგიანად წყალი ვიყიდოთ, ამოვასხათ ის ანტიფრიზის, ჩავასხათ და რადიატორს წყალი მისხა ნახე 250-მდე ის წაყვალ აღარ გაგაჩერებს. არა ეგ არ მაქვს. მანქანით მე 100-200-ზე არ გამიტესტია არასდროს, აღარ ვიცი. ერთადერთი ტრაქზე რო დავდიოდი, 8-2-ში დადიოდა იქ და მე-4 სიჩქარეს ვერ ექცნობდი რომ ვიღაცა გეგონება ხელშია, დროსელში ხელი ჩაუდო, ისე ჩერდებოდა რა და მაინტერესებს რამდენში დადის 100-200 მაგრამ პრობლემა რა არის, ისი ბანზე მე-6-ს რომ მივცემ, იგივე საკითხებს ჩერდება, წეგან ლოგი რო ავიღე
ავტო Iatio ან Turbos intake რაც არის რა, ეს წყალი რაშიც ასხია 70 გრადუსზე ადიოდა რა და 65-ზე მიყენიაო, თავდაცვაო რა, 65-ზე როგორც კი ავადა 65-ზე დაინახავს, ეგრევე 10 PSI-ს დაბერავს ნაკლებს რა, ხოლო 10 PSI-ს დაბერავს, მეს აღარ დაბერავს და ამაში ასხია ანტიფრიზ, როგორც ჩამოვიდა ამერიკიდან, ისეა დღემდე რა და ყველემი ამას ამოვასხამ ანტიფრიზ, ჩავასხამ წყალს, ჩავასხამ კოლან ბუსტერს და მე-6-ში აღარ გაჩერდება და M4-თან ზაესდებს მე გავემეორებთ ჩვენ ისე, იმიტომ რომ მაღალში, სადაც მე ვჩერდებოდი, კაკრას მაშინ მასწრებდა რა. იტოქში რავი, ბენზინზე ვფიქრობ, რომ 8.5-ში, 800-ში უნდა იაროს 100-ს და E50 სპიდზე ალბათ 6-ის მაღალი ან 7-0 რა ეგრე იქნის რა. არ ვაპირებ ბოლომდე გადაწურვას ამას იმ პონჩი რომ სტოპი კოლოფი აქვს და დაერხევა. ეგა რა, დავეთქეთ ხა, ავიდეთ ბიჭებთან. და მე მგონი ამით მორჩება დღევანდელი ვიდეო, რადგან მეტი ზაესდი ვერ შემოგთავაზეთ, მინდოდა Supra, მეორე ავტო Supra და Pro-ი ზაესდი შემდგარიყო, მაგრამ ბიჭებს რადგან გაუწევთ და ვეღარაფერს ვეღარ ვიზამთ, დავიდნენ. და იმედია მე გამოვლენ მოხოდილები და 340-ით Supra-თაც თავიდან გავიმეორებ ზაესდებს და გადავიღებ კიდევაც. შესანიშნავი საღამო გამოვიდა, ძალიან მაგარი ზაესდები გამოვიდა მეგობრებო, 340 და Crown-ის ზაესდი შედგა მეგობრული ზაესდი, რადგან თავიდან ბოლომდე ორი ზაესდი საკაიფო დავაჭირეთ და რომ ნათვიარეთ, შემდეგ ბიჭებს ყოლოფი გაუბუშდა Supra-ს და Crown-ის ზაესდი. ვერ შედგა, მაგრამ გვირდებით მე ამ Supra-ს გადავიღებ, რადგან ჩვენ წინა ვიდეო დავდეთ Supra გავტესტეთ სტოკ საწვავის სისტემაზე 100, 200, 200, 250 რამდენი შტატიოდა გადადით, ნახეთ, რადგან წინ აი ამ Supra-ის ტესტ დრაივი გელოდებათ სტოკ ძრავზე თავიდან ბოლომდე გავწურეთ. ეხლა ყველაფერი აყენია, ოღონ ძრავია სტოკი. ერთად ვნახავთ რამდენში გაივლის 100-ს და 200, 250 MK5-ის Supra სტოკ ძრავზე. რაც შეეხება ამ ვიდეოს დასასრულს მივახლოვ და თქვენ იზღადაგჩინეთ, გამოიწეროთ არხი, გადააზიაროთ, დააკომენტაროთ, რადგან წინ ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ. კარგად იყავით.